უბრალოდ ვიტყვი კიდე რომ ფილოსოფია ნახეთ საშიშიც არის. იმიტომ რომ აი მოვიყვან მაგალითს და არსებობს ესეთი მიმართულება ფილოსოფიაშიც, ფილმების ფილოსოფია და ფილოსოფია ფილმებით. რომ ფილმებში არის სიღრმისეული აზრები მატრიციდან. აი მორფიუსი ეუნება ნეოს ჩასატვით პროგრამაში რა არის მატრიცა. თუ გახსოვთ როგორი იყო ნეოს რეაქცია. ანუ ფილმის მიხედვით ნეო მიცის რომ მორფიუსი ეუნება ჭეშმარიტებას და რომ მოისმინა ბოლოს თქვა არა ეს შეუძლებელია და გაგიჟდა. ანუ არსებობს ჭეშმარიტებები, რომლებსაც ჩვენ მზად არ ვართ, ანუ შოქში ჩაგვაგდებს. ამიტომ თუ ადამიანი ფილოსოფიას მიიღობს ხელს, ნელ-ნელა უნდა შეეხოს ამ რეალობის ბოლო დონეებს, იმიტომ რომ ის დაგწოვს. იმიტომ რომ არსებობს ძალიან სიღრმისეული რეალობა, ეს კილო და 200 გრამ ჩვენი ტვინი ვერ გაუძლებს უბრალოდ. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაღაცები აღმოჩნდეს ჭეშმარიტი, რასაც საერთოდ არ ველოდებოდით და შეიძლება მართლაც ფიზიკურად ადამიანი გაანადგუროს. მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, ამიტომ ნელ-ნელა ფსიქიკა შევაჩვიოთ, რომ ჩვენ რო ველოდებოდით, შეიძლება რეალობა ისეთი არ დავხვდეს, შეიძლება ძალიან უცნაური რაღაცები იყოს ჭეშმარიტი და გონების გავარჯიშებით ფილოსოფია მაგიტოა მაგარი, რომ ამიტომ ფილოსოფოსი არ არის დოგმატიკოსი, მაგით ოცნებს პატივს განსხვავებულს, რომ ის მიჩვეულია გონება. შენ რო ისეთ გარემოში ისდები, სადაც სულ ერთი და იგივე გესმის, მე განსხვავებული მიტოგონია მტერი. ფილოსოფოსი აჩვენებს ყველა ალტერნატივას, განიხილავს და რაციონალურად თამაშობს. აბა რომელია უფრო რაციონალური? აღმოსავლურ სწავლებებში არის ესეთი, ну, მათ შორის იოგაშიც, რომ ადამიანმა ჯერ რაღაცნაირად ცუდი უნდა განიცადოს. რომ მომწიფდეს უკვე რაღაც პასუხებისთვის და ესეთი ისიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაზიანებელი თვისება შეიძლება იყოს ქმედება, როდესაც ისეთ ადამიანს ასწავლი, რომელიც მზად არ არის. რომ რაღაცნაირად მისი ფსიქიკა შეიძლება არ იყოს ანუ ამისთვის მზად. მან ძალიან დიდი სფრთხილი ასაჭირო. რომ ადამი მომზადებლა, აი მატრიცა შეგა დახატული, ანუ მორფიუსმა ასე ვთქვათ, მიახალა ჭეშმარიტებები და ნეო არ იყო, აი ელს არ გეგონოთ უცნაური, აი წარმოიდგინეთ თქვენთან რომ მოვიდეს ადამიანი და რო გითხრათ რომ თქვენი ბოლო 20 წლის სიცოცხლე იყო ერთი ღრმა სიზმარი რეალობისგან განურჩეველი და ეხა 5 წუთში გაიგვიწებთ. და 20 წლით ნაკლებით ასაკით იქნებით. ამას როგორ მიიღებთ? ხო, არ არის ადვილი. რომელი ადამიანი იტყვის რომ რა პრობლემაა, ველოდები როდის გავიგვიწებ.